გამარჯობა ყველას საღამო მშვიდობისა. ჩვენ გურულებს ვერ წაგვართმევენ ამას მშვიდობას და მშვიდობის სადღეგრძელოს და ჩვენია ეს მშვიდობა და ვინ არის ომის პარტია ეხლა ძალიან კარგად გამოჩნდა. რუსთაველიდან ყველას მოგესალმებით, რამდენიმე წამი და შევაჯამოთ დღევანდელი ამბავი. მივესალმები თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ყველას ვინც გვერდება. მივესალმები ემიგრაციასაც, ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებს და მაგაზეც ვისაუბრებთ ცალკე. შევაჯამოთ რა ხდება. რუსთაველზე ვარ, ხალხი მოდის, დღეს მართლა განსაკუთრებული დღე არის. იმიტომ რომ მთელი დღე იყო მარშები მთელ თბილისში და მთელი დღე გაჩერებული იყო თბილისი. ძალიან მაგარი დღე იყო. კილომეტრები ვიარეთ, ხალხმა იარა, კიდევ მოდის შენაკადები ეხლა რუსთაველზე, ძალიან მაგარია. ყველას მოგესალმებით. დავიწყოთ პირველ რიგში მადლობებიდან დიასპორებს, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენი დიასპორები ახალია შედარებით, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას ჩვენ არ ყოფილვართ უცხოეთში 30-40 წელი. ახლა იქმნება და ძალას იკრებს და ძალიან მაგრები არიან და ძალიან მაგრები ხართ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დიდი ბრიტანეთის დიასპორას. თქვენ ხართ ვებხვები, ყოჩახ. ხალხნო რა ხდება და ინგლისის პარლამენტში გუშინ იყო დისკუსია იმედთან დაკავშირებით, იმედის პატრონ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებით. ამაზე მე ვამბობ დიდი ხანია, ის არის, მას აქვს ქონება ინგლისში, მისი კომპანია რეგისტრირებულია ინგლისში, ლონდონში. ის თავისთავად არის ამერიკის მოქალაქე და ის გესლის და რეალურად ზალადობის პროპაგანდისტი ორგანო არის იმედი. და ძალიან მაგარი რამე მოხდა. დიდი მადლობა ყველას დიასპორიდან ამ საქმისთვის, ვიცი როგორ დაორგანიზდით, როგორ იმუშავეთ, როგორ შეაწუხეთ ყველა და გუშინ ინგლისის პარლამენტში იყო განხილვა იმაზე, რომ ზალადობის პროპაგანდისტი მთავარი ორგანოს ფლობს კომპანია, რომელიც არის რეგისტრირებული ლონდონში და რომ ამაზე ინგლისში უნდა დაიწყოს გამოძიება. ვაშა. ამავე დროს ვიცი, რომ მზადდება დიდი დემონსტრაცია ბელგიაში, ბრიუსელში. 16-ში არის დიდი ღონისძიება, დიდი შეხვედრა ევროკავშირის ფარგლებში და ქართული დიასპორა იკრიბება და ამზადებს იქ შეხვედრას და გამოსვლას. მადლობა თქვენ, ყოჩახ, ფოტოები ჩაგვიგდეთ, ვიდეოები ჩაგვიგდეთ. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ. საქართველო აღარ არის ისეთი სუსტი და ისეთი საწყალი, როგორც იყო ისტორიულად და როგორც იყო 90-იან წლებში. დღეს ჩვენ ვართ აი ესე მთელ მსოფლიოში განფენილები და ძალიან ბევრ რამეს შეგვიძლია და გვესმის. ყოჩახ, სხვა დიასპორებიდანაც ამბები ვიცით, რომ ფეხზე დგახართ, ვიცით, რომ საელჩოებს აწუხებთ, მიტინგებს უწყობთ, ჩაგვიყარეთ ეს ამბები, გეხვეწებით, რომ მე ხალხს შევატყობინო და ამით გავძლიერდებით ამ კარგი ამბებით, რა თქმა უნდა. ასევე არ დამოვიწყდება ელჩები ვახსენო, ყველას გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. ელჩები და რომლებიც კლავად რჩებიან თანამდებობაზე. ისინი ემსახურებიან რუსულ ხელისუფლებას. დღეს დღეს მაგარი რაღაცა თქვეს, რომ 27 წელსაც კი ჯერ მოდიოდა უწყება და უწყებას მოყვებოდა კომისარი უკან. და დღეს საქართველოში რა ხდება, რომ ქუჩიდან იპარავენ ხალხს. ვატო ლეჟავა, რომელიც მოიპარეს და ძაღლი დაუბეს, გარეთ დაუტოვეს. თქვენ და რამდენი ადამიანი მოიპარეს ესე ქუჩიდან? 4-4 საათი რო ეძებენ მე ადგილ სამყოფელს. ხო და ეს არავისთვის მისაღები არ არის. ასევე აუცილებლად იქნება მოსდევს ამას რეაქცია უცხოეთიდან. დღეს გამოვიდა მორიგი წყება სანქციების ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის სამგზავრო სანქციები 20 ადამიანზე.
ვიცით, გუშინ აქ იყვნენ ევროპარლამენტარები და ისინი მოამზადებენ ზომებს. ეხლა არ მოусმინოთ არც ერთი წამით ოცნების პროპაგანდას, მამუკა რო იწახის, რომ მამუკიე, რომ მე არ მაინტერესებს, უწყება არ მომსვლია, რა უწყება არ მოსვლია კალაძეს. ქონება აქვს და ფინანსთა კომპანიები აქვს მთელ მსოფლიოში. დასანქცირებულ სიაში თუ არის, როგორ უნდა ისარგებლოს ამ კომპანიები და ფული როგორ უნდა გადმორიცხოს. მე თქვენ გეტყვით. ამერიკაში არსებობს უწყება, რომელიც კონკრეტულად აქცევს ყურადღებას სანქციების შესრულებას. ოფაკი ქვია. ეს არის კონკრეტულად სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პირდაპირ უგზავნის შეტყობინებებს მსოფლიო საბანკო სისტემას, ეგრევე, ესე და აწითლებს ამ გვარებს. ხო და შესაბამისად, ესენი ეხა თავის ხალხს ამხნევებენ, ვინცღა დარჩათ ამათ. ნიშნულობის გუნდა ასე ზვავივით. ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ შიგნით ბრძოლას ვაგრძელებთ ჩვენი საშუალებები და ეხლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა, რაც ხდება თბილისში. ხალხნო, რაც ხდება თბილისში, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საპროტესტო მოძრაობა. ბევრად უფრო საამაყოა. ის სოლიდარობა, რაც არის რუსთაველზე, აი მართლა შეიძლება ტირილი მოგინდეს სიყვარულისგან და სითბოსგან, რომელიც აქ არის. ჯერ ეს ერთი ის რო იყო, რა ქვია, გაზის იმებს რო გვესწროდნენ მაშინ, აქ ხსნარები, წყალი, ასე იყო, ადამიანები ურიგებდნენ ერთმანეთს და ჯაჭვით უდგებოდნენ სპეცდანიშნულების აი ამ რაზმს, ომონს, მე მაგას სპეცდანიშნულების რაზმს არ დავუძახებ. ის ვინც არბევს, შვიდობიან მოქალაქეებს. იმიტომ რომ გედედე, ეხლა მე თქვენ გეტყვით. გედედეს წესდებაში იცით რა უწერია? მთავარი ამოცანა რა არის? ოკუპაცია სამბრძოლა და საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევებთან ბრძოლა. ეს წერია გედედეს დებულებაში. იცით? ამიტომ ის ვინც იბრძვის სამშობლოსთვის, იმას დაუძახოთ გედედე. და დანარჩენებს, ვინც არბევს, ახალგაზრდებს და ქუჩიდან იტაცებს, ეს არის ომონი და ეს არის მილიცია. აი ესე უნდა განმასხვავოთ. ახლა კიდე ერთი რაღაცა. ამ ხალხს იქიდან იყურებიან ვიღაცა და იმიტომ ჩამიქრეს შუქი. ამ ხალხს აქვს ჩვენ არ აქვს პატიმრები. ეს არის, ვინც ახლა არის დაკავებული, ის არის ტყვე. ეს უნდა გამოვიყენოთ ეს ტერმინი. ეს არის ტყვე. ამ რეჟიმს ყავს ტყვეები. არ აყავს პატიმრები. და შესაბამისად, აი ტყვეებით ვაჭრობენ. ზუსტად ისე, როგორც საოკუპაციო ხაზთან რუსული საოკუპაციო ჯარები ვაჭრობენ ტყვეებით და ადამიანებს იტაცებენ რაღაცაში გადაცვალონ ფულში, ასე ვაჭრობენ ესენი ამ ტყვეებით. ჩემი სოლიდარობა, სიყვარული, მხარდაჭერა და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა პოლიტპატიმრებს. ამ რეჟიმის ტყვეებს, რომლის გამოხსნისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ალეკო ელისაშვილი, ჩვენი თანამებრძოლი, არის დაკავებული კიდევ ასევე ვეფხია კასრაძე, ჩვენი პარტიიდან არის ძლიერი საქართველო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ საიდან არის. 300 ადამიანი არის დაკავებული, დაპატიმრებული დღეს და უმეტესობა მათგანი ნაცემი. კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ეხლა ბატონი კაციტაძის უწყება, მაგასაც მივადგები ამ დღეებში, ვერ მოვიცანე მაგისთვის. ესე იგი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებობს ასეთი, რომლის მოვალეობა არის, რომ მილიცია რო დანაშაულს ჩაიდენს, ეს გამოიძიოს. სპეციალურად შეიქმნა ეს უწყება იმისთვის, რომ პროკურატურა ხო არ გამოიძიებს თავის თავს, ანუ ცალკე რო გამოიძიოს, ის გამოიძიოს დანაშაული, რომელსაც ჩაიდენენ პოლიციის თანამშრომლები. ახლა ამუშავდნენ, აფაცურდნენ იმაზე, ტევე პირველის ჟურნალისტების და იმაზე, ოპერატორის ცემაზე. უკაცრავად 50 ჟურნალისტი რო დაასახიჭრეს მანამდე, ისინი რა ადამიანებად არ ითვლებიან? თუ იქ რა წესით უნდა ზღოს იმ ხალხმა, ვინც ეგენი ცემა. 50-მდე ჟურნალისტი არის ნაცემი და ნაბეგვი და საერთოდ სოფლიოს იმაში მოხვდა, რა ქვია, მედიაში მოხვდა ის ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვა პრეზიდენტმა, ეს ხალხი როგორ გამოვიდა იქ? თავ გადახვეული, გურამ როგავა და სხვები.
ხო და ამას გამოძიება არ უნდა და კამერებიდან მასალების ამოღება არ უნდა და პასუხისგებაში მიწემა არ უნდა? როგორ არის ეგა? ხო და კეთილი ინებონდა ჯერ ეს ერთი ამათი მეიმედი არ ამაქვს, რა თქმა უნდა. ესენი ვის დატოვებენ თანამდებობაზე ნორმალურს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გამოვიძიებთ. როგორც ინგლისის პარლამენტში იყო კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვი, არის განხილვა ირაკლი რუხაძის საკითხის უნივერსალური იურისდიქცია რა არის? ის დანაშაულები, რომელიც აქ იყო ჩადენილი, არის საერთაშორისო დანაშაულები. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, მე ვიმუშავებ დიასპორებთან ერთად, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში ზდიონ ფეხდაფეხ იმ ხალხს, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. რომ პარკი არ გაიკეთოს იმან, რა ქვია, მამუკიემ და სადმე იმაში არ გაისეინოს პარიზის ქუჩებში პარკით. ამაშია საქმე. არა, ამას ეს არის უნივერსალური იურისდიქცია ქვია. იმიტომ რომ სამართალში როგორ არის? თუ დანაშაული ჩადენილია საქართველოში, ან საქართველომ უნდა გამოიძიოს, ან იმ ქვეყანამ, რომლის მოქალაქეც არის დამნაშავე, ძირითადად. მაგრამ თუ ჩადენილია განსაკუთრებული დანაშაულები, რაც ახლა არის, მაგალითად გაუჩინარება. უკაცრავად ხახნო ბელორუსიაში და რუსეთზე რომ ანგარიშებია დაწერილი, იქ არის მოხსენებული გაუჩინარება არის, მაგრამ გაუჩინარება არის ცალკე დანაშაული. ადამიანს რომ დააკავებ, ტელეფონი უნდა მისცე ეგრევე და სახლში უნდა დარეკოს. ეს არის ჩვენი კანონმდებლობით. და ყველა კანონმდებლობით. ეგრევე სახლში უნდა მისცე უფლება რომ დაურეკოს ადვოკატს და დაურეკოს ოჯახს, შეატყობინოს. და იმიტომ აუჩინარებენ რომ მე ცემენ გზაში. აი ეს არის დაბრუნება 90-იანების. ასევე მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა, ჩემო საყვარელო ხალხო. ჩვენ იმით განსხვავდებით ოცნებისგან, რომ რუსთაველზე და მთელ თბილისში ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, ამ პროევროპულ მოძრაობას აერთიანებს სოლიდარობა, აერთიანებები, ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა, ძმობა, ერთობა, თავის დაყოფა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, უნდა ავირიდოთ გვერდიდან, იმიტომ რომ ვინც ახლა ქოქავს სამოქალაქო დაპირისპირებას, ეს არის ყოველთვის რუსული დღის წესრიგი. ყოველთვის რუსული დღის წესრიგი. გაიხსენეთ, ის რაც ხდებოდა რუსთაველზე 90-იანებში, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, ეს არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და გამოყენებული იყო სამოქალაქო დაპირისპირება ამისთვის. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთობა, ჩვენი ბრძოლა დგას სიყვარულზე, სამსობრივ სიყვარულზე, ერთმანეთის სიყვარულზე, ერთობაზე, თავისუფლებაზე და ამ ფასეულობებზე. ამით ვართ 100 თავით უფრო მაგრები და უფრო ზევით. ამით ჩვენ ვართ სწორედ მერაბის და ზვიადის გზის გამგზელებლები. გესმით თქვენ? ამიტომ არ აყვეთ, გეხვეწებით. ნუ მისცემთ საშუალებას პროპაგანდას. რომ ნახეთ, გამოდიან მერე და ამას ებრძვიან, იმას ებრძვიან, არ აყვეთ, ცივი გონებით და ცხელი გულით. აი როგორც არის, ხო? ცივი გონებით, მაგრამ ცხელი გულით უნდა მიუდგეთ ამ ბრძოლას. არ მივცეთ საშუალება, რომ მოგვიწყონ პროვოკაციები და ეხლა პროვოკაციაზე ვიტყვი. ამ ამბავში, როდესაც დასახიჩრებული ყავს 300 ადამიანი, ყავს პატიმრები, პოლიტპატიმრები. ყოველდღე გამოსვლა არის, ადამიანები არიან გაფიცულები და შენ რო ნაძვისხის ჩუქებს ანთებ, ეს არის პროვოკაცია. ეს არის ნამდვილი პროვოკაცია. და შესაბამისად ჩვენ ძალიან ჭკუით უნდა იმით ეწყობა ამის ყველაფერი, იმიტომ ეწყობა რომ იქ იყოს ხერჩართული ბრძოლა, მერე ხალხი დააკავონ და მერე თქვან რომ ჩვენ გადავედით ბრძოლაზე. ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი. ეს უნამუსოები მართლა. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა აქვე რა. საბოლოო ჯამში ჩვენ ამათ აუცილებლად მოუგებთ, ეს შეიძლება არ გაგრძელდეს, შეიძლება ერთ კვირაში არ დამთავრდეს, ორ კვირაში არ დამთავრდეს, მაგრამ დღეს რაც ვნახე, მთელი ქალაქი მთელი ქალაქი პარალიზებული, გაჩერებული და პროფესია ადამიანების სოლიდარობას რომ გამოხატავდნენ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ლექტორების მიტინგზე წავსულიყავი. თუ რაღაცა, ისე რა, IT-შნიკ,
ტექმუშაკების მიტინგზე არ მიიღებდნენ, არაფერი არ მესაქმეებოდა, მაგრამ პროფესია, რომ თუ დედების მიტინგზე, თუ მშობლების მიტინგზე, თუ ქალების მიტინგზე, თუ ლექტორების მიტინგზე ძალიან მაგარი რაღაცა მოხდა ეს და ეს პროცესი ბევრად უფრო მაგარი რამეა, ვიდრე ქართული ოცნების გაშვება. ესენი ამათ ჩვენ მოვინელებთ, ამათ საქართველო მოინელებს. არ დაგავიწყეთ, საქართველო 6000 წლის არის. საქართველო ეს ადგილი, აქ კულტურა, წადით აგერ ბოლნისში და დმანისში და ნახავთ. ხო? მერე კიდევ ერთი რა, ქრისტიანული ფასეულობებიო. ვინ მელაპარაკება ქრისტიანულ ფასეულობაზე? გელათის ჩამომრეცხავი? ვინ მელაპარაკება მდინარაძე? გამარჯობა. მე გახავარ, დიახ. კი, ეხავე მოვა. ეხავე. ხო, ვინ მელაპარაკება ქრისტიანულ ფასეულობებზე? ეხა არ გამაგიჟოთ, ხალხი, რომელმაც ჩამორეცხა გელათი. გელათი ვერ გაარემონტა. ესენი დადიან და რაღაცა ქრისტიანობაზე მელაპარაკებიან, ეს მართლა შავრაზმელები ესენი. აბა, კოცნით მაგრა და მიყვარხარ.